მიმდინარე ამბების ფონზე, როდესაც პოლიტიკოსებს ვერ გაუყრიათ ჯერ მოუგებელ არჩევნებში პრემიერი უნდა იყოს და ვინ არა და პარტიები ხან ერთიანდებიან და ხან არა, რეალურად მძიმე მოვლენები ხდება ქვეყანაში, რომელიც არავის არ ახსოვს და ვერავინ ვერ ამჩნევს. ჯერ იყო და მენეჯერები აბულინგებენ თავიანთ თანამშრომლებს ურცხვად და აგრესიულად. მერე იყო გლოვიუს კურიერი, რომელსაც ფიზიკურად თავს დაესხნენ და უბრალოდ ყოველდღიური შრომის უსაფრთხოების პრობლემა უდგათ ამ ადამიანებს და მე მქონდა პირადად შემთხვევა, როდესაც მსგავსად აბულინგებდნენ მენეჯერები თავის თანამშრომლებს ბანკში, ადამიანს რომლის ხელფასი თვიური არის დაახლოებით 400 ლარი მეტი არა. რა თქმა უნდა, უსაფრთხოება თითოეული საქართველოს მოქალაქის, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის სამსახურშია. მათი შრომის პირობები და შრომის უფლებები არის აუცილებელი გარემო და პირობა, რომლის დაცვის გარეშეც ეს ახალგაზრდები დატოვებენ ქვეყანას და ემსახურებიან და წავლენ სხვა ქვეყნებში. ამიტომ ეს უმძიმესი შემთხვევებია და ყველამ ამაზე უნდა გავახვილოთ ყურადღება და არა იმაზე, ვინ ვის უერთდება და ვინ რა პოლიტიკურ გაერთიანებაში შედის.